ევროპარლამენტარმა ანდრაშ ლასლომ საქართველოს მიმართ ბრიუსელის პოლიტიკა მწვავედ გააკრიტიკა და უცხოური ჩარევის შესახებ ისაუბრა. ევროდეპუტატი რასა იუკნევიჩიენეს რეზოლუციას გამოეხმაურა. ლასლო ამბობს, რომ თუ რეალური პარტნიორობას ურთმოლაპარაკება არჩეულ მთავრობასთან უნდა გაიმართოს. რასაც ზოგიერთი თქვენგანი განსაკუთრებით უნგრეთთან დაკავშირებით თავისუფლებას აძლევს, უბრალოდ წარმოუდგენელია. უნგრეთმა გაგზავნა ქართულ პოლიტიკაში $100 მილიონი. უნგრეთმა გაგზავნა ამდენი ფული საქართველოში არჩევნების დროს. არა, ეს უნგრეთი არ ყოფილა. ეს USAID იყო. ეს იყო ბაიდენის ადმინისტრაცია და ევროპის დემოკრატიის ფონდი, რომელმაც ეს ყველაფერი გააკეთა. თქვენ ასევე მხარი დაუჭირეთ ოპოზიციის პროტესტს. საქართველოს ქუჩებში გამართულ საპროტესტო აქციაზე ბევრი ევროპელი გამომსვლელი გამოჩნდა. ამის შემდეგ თქვენ გვეუბნებით, რომ დემოკრატიას იცავთ? სამარცხვინოა, თქვენ უნგრეთს თავს ესხმით. რა თანხა გაგზავნა უნგრეთმა საქართველოში? მითხარით, რა თანხა გავგზავნეთ ჩვენ უნგრელებმა საქართველოში? გეკითხებით სოციალისტებს და ლიბერალებს. თუ მართლა გწამთ, რომ საქართველოს ევროპასთან მჭიდრო კავშირები გჭირდებათ, მაშინ იქნებ იმ პარტიის ლიდერებთან დაიწყოთ მოლაპარაკებები, რომლებმაც არჩევნებში გაიმარჯვეს. ევროკავშირი არჩევნებში გამარჯვებულებთან საუბარზე უარს ამბობს. ჩვენ რეალობას პატივი უნდა ვცეთ. როდესაც საქართველოში $100 მილიონი შევიდა, ეს საგარეო ინტერვენცია იყო და როდესაც ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე გამოჩნდით, ეს ჩარევა იყო. როცა ოპოზიციურ პარტიებს ფინანსურად უჭერთ მხარს, ეს ჩარევაა. თუ რეალური პარტნიორობა გვინდა, მოლაპარაკებების დაწყება არჩეულ მთავრობასთან გუმართებს.